მოგესალმებით, მე ვარ გიორგი სარეშვილი და რა თქმა უნდა თქვენ უყურებთ უხეშ ტესტ-დრაივს. დღევანდელ ვიდეოში თქვენ ახავთ ისევ Mercedes, არ გეგონოთ რომ მარტო Mercedes-ზე გადავიდეთ, იმიტომ რომ ჩვენ ყველა ახალდადებულ ვიდეოს ვინც უყურებთ, გეცოდინებათ რომ წინა იყო CLS-ი, მაგრამ ის უხეშ ტესტ-დრაივი არ იყო, ის უბრალოდ პეტაშვილის მანქანის განხილვა იყო, მაგრამ დღევანდელ ვიდეოში თქვენ ახავთ CLA 45-ს. ესე იგი, რატო CLA 45 AMG Formatic Plus-ი? იმიტომ რომ საინტერესო მანქანაა და ესეთი არ გადაგვიღია და მინდა გადავიღო დღეს და გავიცნო ეს მანქანა რამდენად დაიხვეწა წინა მოდელისგან განსხვავებით. ამ წინა მოდელში გულისხმობ ჩვენ წინა CLA გადაღებული ყავს ჭრიჭინა დავარქვით იმენა ყველაფერი ჭრიალებდა მაგ მანქანაში და შეგიძლიათ მაგის ტესტ-დრაივის ნახო და მე დავუბრუნოთ ამ ტესტ-დრაივს. ესე იგი ეს მანქანა არის ნოდოსი GT Performance, ნომრებზე ეტყობა GT Performance რო აწერია, იმას ყავს სარბენად ყავს ეს მანქანა და ჩვენ რა თქმა უნდა ეგრევე მეთქი ცოტა ხანი გვათხოვეთ და გამოუწიეთ ეს მანქანა წამოვიყვანეთ უხეშ ტესტ-დრაივისთვის რომ გადავიღოთ. საკმაოდ ლამაზია, საკმაოდ კარგი ცხენები აქვს მოყრელი ზოგადად ამ მანქანებს და ნუ ახალია ჯერჯერობით. კონკრეტულად ეს არის 22-იანი. ანუ იმდენი მოდელები გამოდის უკვე, ეს ვერსიები რა, აი ყველა ბრენდი გადავიდა იმაზე, რომ ოღონდ მომხმარებელს რაღაცა ვერსია შეტენონ. აი ესეთი გინდა, ესეთი გვაქვს, ჰეჯბექი გინდა, ჰეჯბექი ყავს. 4-ყარიანი გინდა სედანიც ყავს, რაღაცა 4-ყარიანი კუპე გინდა, ეგეც არის, ჩვეულებრივი კუპე გინდა, აჰა, ესეც არის, დიდი ჯიპი გინდა საშუალო, ანუ ნებისმიერ რაღაც მოდელს გთავაზობენ უკვე და რეალურად ეს მანქანა არის უკვე A-კლასი, ანუ CLA, ანუ A-კლასის რაღაცა მოსედანო ვერსია არის, რომელიც 4-ყარიანი კუპეც არის, იმიტომ რომ ამ მანქანას არ აქვს სტოიკები, ზუსტად CLS-ივით არის. ანუ CLS-ის ხო ცოტა გააბანძეს, ადრეს ბრუტალური CLS-ი, რომელიც ჩვენ გვიყვარდა ეს 8 ცილინდრიანი როხროხა ხო, ეგ ხო, всё, მორჩა, იმიტომ რომ GT-ზე გადავიდნენ. ანუ ეხლა რომ მიუყვეთ AMG GT, მერე CLS-ი უკვე 6 ცილინდრზე ჩამოვიდა და რა თქმა უნდა ეს CLA, რომელიც უკვე 4 ცილინდრიანი ძრავით შემოგთავაზეს. სტილით სამივე არის 4-ყარიანი კუპე და ჩვენ ეხლა ყველაზე პატარა შემოვაგვართ, იმიტომ რომ GT გადაღებული ყავს, CLS-იც გადაღებული ყავს და ეს კონკრეტული მოდელი, ანუ ესეთი ვერსია გადაღებული არ ყავს. ეს არის AMG 45 და გავესწროთ ამ მანქანას, აბა, ყველაზე იაფად როგორი 4-ყარიანი კუპის შეძენა შეგვიძლია, როდესაც გადავრეკავთ Mercedes-ში. წინდან ახლა ვინც უყურებთ, რა თქმა უნდა, ბევრი A-კლასს ადარებთ და იგივეა ფაქტიურად, ანუ A-კლასი AMG რო აიღო, ზუსტად იგივე, უბრალოდ ეს ცოტა დაგრძელებულია, ცოტა დიდი ზომის არის, ლამაზი ტრაკი გვაქვს უფრო შედარებით, ახლა ვისაც ჰეჯბექი არ უყვარს და ასე შემდეგ, მაგრამ მიუყვეთ წინიდან. თლიანობაში ამ მანქანას რო უყვებ, ყველაზე დაბღვერილი და ყველაზე ბრუტალური არ არის, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყოდი, რომ სპორტული ხასიათი არ აქვს, იმიტომ რომ GT-ც რო აიღო და CLS-იც ხო, რომელიც გადაღებული ყავს, იმათაც დაახლოებით ესეთი დიზაინი აქვს. უბრალოდ ეს მანქანა არის ცოტა დაპატარავებული. პატარა ვერსია იმ ორი მანქანის. იბღვირება, ნამდვილად იბღვირება, დიდი გრილი გვაქვს, ანუ ეს ხაურა. გვაქვს საჰაეროები გვაქვს, იქით საჰაერო გვაქვს, აქეთ ნუ ამოქოლილი, აქეთ აღარ აყენია ეტყობა ეს კულერი და უბრალოდ დახურული არის. იქ ჩვეულებრივად სტანდარტულად კულერი გვაქვს. ერთადერთი მე რასაც ვიზახი ხოლმე, როდესაც სპორტულ ვერსია მანქანას ყიდულობ, ყოველთვის მიყვარს ცოტა წინ გაწეული, წამოწეული სპლიტერი, ანუ ტუჩი აყენია, იმიტომ რომ ეხლა ამ მანქანის დიზაინსაც რო შეხედო გვერდიდან, აი თითქოს აი ყბა აქვს შევარდნილი შიგნით. პატარა პლასტიკური ოპერაცია ჭირდება, ეს ყბა რო გამოუწიონ, მაინც Mercedes-ია და მაინც AMG-ია. კი, როხროხა არ არის, მაგრამ აი იმ სპლიტერით პატარა ჩარევებით, რაღაც ქირურგიული ჩარევებით უფრო გალამაზდება და უფრო ყბა გამოწეული იქნება, როგორც ჩვენ გვიყვარს ხოლმე რა. მე მგონი ყველა დამეთანხმებით იმაში, რომ ეხლა ლამაზი ცხვირი აქვს ამ მანქანას. ამიტომ ეს AMG რო ეს კაპოტი ამობერილი, საკაიფო ბამპერის ფარების უხდება ამ მანქანასთან ღამეს საკაიფო თანათეს Mercedes-ის ფარები და ერთი სიტყვით ცხვირს ვერაფერს ვერ დაუწუნოთ. კი, შორიდან რო შეხედავ, ეხლა ეს დალუქული პლასმასი ავია. ყველა ამას არ უყურეს, მაგრამ ნუ თვალში გვხვდება. ვერ ვიტყოდი რომ დამალულია, ანუ შორიდან ამ მანქანას სხვიზე რო უყურებ, ის პლასმასი ჩანს. ერთი შეხედვით მთლიანობაში რომ მოგწონთ და მეც რომ მომწონს, ეგ უკვე კარგია, მაგრამ აი ეს პატარა დეტალები, რომელიც ჩამოთვალე, ნუ ეს პლასმასია ერთ-ერთი და დანარჩენის ჩამოთვალს გავაგზავნებ, ეს არის აი თუნდაც ეს პატარა გვერდითა მოსპლიტერო რაღაცა ქართულად აღარ ვიცი რა უწოდე. კიბე. ანუ ეხლა გეტყვით რატო არ მომწონს ეს. როცა მანქანა მაინც ცოტა ელეგანტური არის,
აი ცოტა ელეგანტური რო არის. იმას ესეც ზედმეტი რაღაც, ჩემთვის ესეც ზედმეტი რაღაცები არ უხდება. ეხლა ეს რო იყოს დიდი სპოილერით, კუპე იყოს, რაღაც აი GTS-ი იყოს, კი ბატონო, ან დამატებული, უფრო აგრესიული იქნებოდა და აი ხელები ამიწევე მოუხდებოდა, მაგრამ მთლიანობაში მაინც ამ მანქანას რო შეხედავ, ელეგანტურობაც დაყვება რა. თან ეხლა ცოტა დაბალი კლასის AMG არის, 4 ცილინდრიანია, ეს ყველა ზვირიანი AMG, რა თქმა უნდა, არ არის და აი ეს პლასმასი მგონია, რომ აი რაღაც ზედმეტია. ჩემთვის ზედმეტია ეხლა ეს გემოვნების ამბავი თქვენ შეიძლება მოგწონდეს, მაგრამ მე ეგ პლასმასი არ მომწონს. გადმოვინაცვლოთ დისკებზე. ეს თანამედროვე ახალი სტილი, რაღაც ახოიცლობა, ხოლმე დრო გადის, მე რაღაც ახალ დისკზე გადადიან, ახალ დიზაინზე, ახალ სტილზე და როგორც ეს ხვირებია, ხო, ყველას ესეთი ვერტიკალური ცხაურა რო აქვს. ამ დისკებზე ესე შეიმუშავეს, რომ აი ეს ბორტივით უნდა იყოს ჩამოწეული. რეალურად იდეა და ჩანაფიქრი ცუდი არ არის, მაგრამ მართლა ძვირიანი დისკი, რომელსაც ეგ ბორტი აქვს, ის დისკები არის ლამაზი, როდესაც არის 22-იანი. ეს არის 19-იანი. 19-იანზე კიდე ეს დისკიო დაპატარავებულია, შორიდან რო უკვე შეიძლება 17-იანში აგეროს. ანუ იმ ზომას რატომღაც კარგავს. მით უმეტეს შავი დისკები ეს პატარა ჩანს ყველა მანქანაზე და 19-იანი და კიდე ამხელა ბორტი რო აქვს ახალი სტილის დიზაინის. ცოტა აპატარავებს ეს. ვერ ვიტყოდი რომ ცუდია, მაგრამ ნუ ეხა ის ვერ არის რა ჩანაფიქრიც არის, იმიტომ რომ ჩანაფიქრში ეგეთი დისკები რომელსაც ყიდულობ უნდა იყოს 20-იანი და ზევით. მართლა ლამაზია ისინი. თან ორნაწილიანი თუ არის ის გარედან ეკვრება ეს ბორტივით, ის უფრო მაგარია. ნუ რა თქმა უნდა AMG-ს მუხრუჭები, იმიტომ ეს არის სრულფასოვანი, სრულყოფილი AMG, ტრეკზე შეგიძლია გაერთო ამ მანქანით, ქალაქში შეგიძლია ჩააჭირო, სადაც მოგინდება, დახურულ სივრცეში იქაც შეგიძლია ჩააჭირო. არც პატრონი არ აღმოჩნდა გამონაკლისში, ზუსტად იმისთვის შეიძინა, რომ რაღაც სპორტულად გამოიყენოს ეს მანქანა. ეხლა მე პირადად თუ მკითხავ, არ ვიცი, ჯერ კიდევ ვფიქრობ, აი სად შეიძლება ამ მანქანით რომ ვიგაზავ მე, მაგრამ ამ მაგასაც ამოვხსნი ალბათ და ვიდეოს ბოლოს გეტყვით. მაგრამ პატრონმა ეს საკატაოდ არ იყიდა, ნუ რა თქმა უნდა ყოველდღიურადაც დადეს, მაგრამ სპორტული დანიშნულებისთვისაც იყენებს, რისთვისაც არის შექმნილი AMG-ა ბოლოს და ბოლოს. და გაზავოს იგა თოლში იქ მისრიალებს მოსიას ცოტა ადრიფტავებს, იმიტომ 4-ვე წამყვანია, იქ ცოტა რაღაც დროზეც დადის, თავის პონჩი ერთობა და ცოტა იაღლიშების მოსდის ხოლმე ხა, რა თქმა უნდა. სალამ ალეიკუმ. ალეიკუმ ასალამ. ისევ ეგრე ჯობია გამოიყენო მანქანა სპორტული, იმიტომ რომ რა აზრი აქვს სპორტული მანქანის ყიდვას თუ არაფერს არ აკეთებ იმ მანქანით. ეს ახალი სტილის ფარები, რომელიც Mercedes-მა შემოაგდო, მე პირადად მომწონს. ანუ შეიძლება ყველაზე მაგარი არ იყოს, მაგრამ მე ძალიან მომწონს. რავი, ეს გემოვნების ამბავია, თქვენ არ არის აუცილებელი დამეთანხმოთ, მაგრამ ამ მანქანასაც უხდება. ეხლა A-კლასს რო ვადარებდი, A-კლასი არის ჰეჩბექი, ვიღაცებს ჰეჩბექი ძალიან უყვარს. ნუ ევროპელებს ევასებოთ ხოლმე ზოგადად ეს ჰეჩბექები. არ ვიცი რა მუღამს უჭერენ ამ ჰეჩბექებს და პატარა რავი ნახევარ მანქანებს, მაგრამ ნუ დარბიან რა. ეხლა მაგრამ ბანზე იმე გადაგვირტყა ყველა AMG-მ ვინ შეხვდა A-კლასით. აი ყველა იმე გაწურულები მიდიოდნენ და ნუ რავი, უბერავ, ევასებათ რა. ეთყობა გადასახადები რო აქვს ცოტა დაბალ კუბატურაზე, აი აყრიან და აყრიან ცენტრის ახალ A-კლასებს და ანუ ყველა AMG იყო. ჩვეულებრივი A-კლასი არ მახსენდება. AMG A-კლასები ბანზე იმენა დაშხვილებდა, აი ბზიკები ვიდარბოდნენ. უკანა მხარეს ახლა ფარი განათებითაც ძალიან ლამაზია, ანუ ვერ ვიტყოდი რომ ცუდი აქვს. თვითონ ამ ფორმაში, აი ამ დიზაინსაც საკაიფოდ იმეორებს, არ არის ამოვარდნილი რაღაც ნახატიდან, ვინც დახატა, ეს ფარები საკაიფოდ მიახატა. ეს მრგვალ ტრაკზე 4-კუთხედი ფარები არ ჩასვა და ძალიან მოძ. აი BMW-ებზე, ახალ BMW-ებზე არის ხოლმე რომ ეს ტრაკები თითოს მომრგვალებულია და ფარი რაღაცა ცოტა უხეში 4-კუთხედის მართკუთხედი ფარები აქვს ხოლმე რამოდენიმე ვერსიას. აი X4M-ს მაგალითად, აი მთლიანობაში მანქანა მრგვალია და უკან რაღაც მართკუთხედი ფარები აქვს. ამაზე არა პირდაპირ ფორმებს იმეორებს, კრილოსის, აბარგულის, აი ყველაფერი იდეალურად. ანუ ერთი სიტყვით გარედან მომწონს ეს მანქანა. ქვევით ცოტა ფეიქ რაღაცები მოაყარეს აქაც უკანა მხარეს, რა თქმა უნდა, ფეიქი არის ორივე ჭრილი ბამპერზე, ფეიქია მაყუჩები, ნუ მაყუჩებზე ფეიქის თქმა უკვე, რავი, აზრი აღარა ყველა AMG-ს ესე აქვს უკვე რა მანქანაც გადავიღეთ, თანამედროვე AMG ყველას ეს ფეიქი თავები აქვს და შიგნით ვინაიდან დაბალი კუბატურა აქვს, თითო, ანუ შიგნიდან თითო არის მაყუჩის თავები, ნამდვილიაც არის რა, ეხლა აი 63-ზე 2-2-ია პატარები და აქ თითო არ გარედან ლამაზია, მაგრამ მაინც სხვა მანქანით რომ მოყვები ხოლმე უკან ჩანს, რომ შიგნიდან რაღაცა ჟანგიანი ტრუბა იყურება. ეს დიფუზორიც ხო? ერთი ხელი. კი, გამოჩნდა, ხო?
ეს დიფუზორი სავარაუდოდ დასამაგრებელია, ეთქვა ჩქარა მიდიოდანოდო და აი გააგლიჯა სამაგრები. ხო, ერთი შუში სპოილერით რაღაც მომენტში გამისტორდებოდა პატარა ესეთი და ტაობაოდანი ხალხი ეფოჩა. კლიანობაში ცუდი არ არის, კიდე უფრო შეიძლება ამ მანქანის გალამაზება და აი მაგალითად მე რო ვიყიდო ეს მანქანა რას გავუკეთებდი. დისკებს შევსულდი ეგრევე. ცუდი არა, ქარხნულად ცუდი დისკები არ არის, მართლა არ არის ცუდი დისკები, მაგრამ უფრო ბრუტალურ დისკებს დავაყენებ, იმიტომ რომ მანქანა თვითონობაში ლამაზია და შეგვიძლია უფრო აგრესიული გავხადოთ. ფერს შევსულდი, იმიტომ თეთრი არ არის ცუდი ფერი. აი ხა ეს როგორც არის თეთრი მისაღებია ჩემთვის, ხელები ამიწევე, მაგრამ თუ ამ მანქანას დავაყენებ, ცოტა დიდ ტურჩს თუ დააყენებ ცოტა აგრესიულ დისკებს, ანუ aftermarket დისკებს თუ დააყენებ, უეჭველი უნდა შეცვალო ფერი, იმიტომ რომ თეთრი უფრო ელეგანტურია. თუ ბრუტალური გვინდა, რამე მუქი უნდა იყოს. ჩემს ეგრე რაღაც მატი შეიძლება იყოს, რაღაც რუხი, ცოტა ყავისფერში შეიძლება ახალი ფერები იმდენია. სენჩი რომ მიდიხარ დამატებით ფერზე არაფერს არ ეხდი, მაგრამ ხდება თეთრი. თუ გინდა რომ იყოს რაღაც სხვა ფერი, რავი, შავი თუ გინდა რომ იყოს, უნდა წაამატო და მერე შენ შეგიძლია აირჩიო ფერი. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი ცელა იქნება თეთრი, ვისაც არ უნდა ზედმეტი თანხის გადახდა. ვისთვისაც მისაღებია თეთრი ფერი, ფერში ფულს აღარ იხდი. მაგიტომაც ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი თეთრი ცელა დაიმტვრევა ამერიკაში და მე იქიდან ჩამოვა თბილისში. ერთი სიტყვით გარედან მე მგონი ამოუწურეთ, მეც ვერაფერს ვერ დავამატებდი, ანუ ზედმეტი ამ მანქანაზე არაფერი არ აყენია. მთლიანობაში აი ესე ქარხნად ხელი რო არ დაადო და იყიდო CL AMG 45, ჩემთვის მისაღებია, მომწონს. ნუ 10-დან რა შეიძლება დაუწეროთ ქარხნად. მოდი აი მამალი რუიანი დაუწეროთ, აი მამალი რუიანი დაუწეროთ. იმიტომ რაღაცეებს იმ ფეიქები რაცა იმებს არა ფეიქად დავაყენებდი და მაგიტომ. რუიანი კარგი შეფასებაა, საკმაოდ კარგი შეფასებაა. ეხლა აქ მარტო ვიზუალზე რა თქმა უნდა ჩვენ არ ვჩერდებით, მე მაინტერესებს როგორ დადის, იმიტომ რომ AMG-ს ლოგო თუ აქვს, ესე იგი რაღაცა ცოტა სპორტულიც უნდა იყოს. მაინტერესებს როგორ დადის, ძრავსაც ჩავხედოთ, მე 4 ცილინდრიანი ძრავი აქვს ამას, კიდევ ერთხელ შეგახსენეთ ტურბო. თან გაკეთებულია მაგასაც მოგიყვებით. ინტერიერი დავათვალიეროთ, იმიტომ რომ წინა CL-ას ვიდეო ვისაც ნანახი გაქვთ, აი იცით რომ ყველაფერი სალონში აი ჭრიალებდა იმენა ტვინი. ბევრს არ ჯეროდა ეგ ვიდეო რომ გადავიღე და მე თვითონ შეამოწმეს და მართლა ყველა CL-ა ეგრე ჭრიალებს. ეგ ყველაფერი გავიაროთ ერთად, ამოვქოქოთ, დავიძრათ და შევარჩიოთ ჩვენთვის სასურველი ადგილი და იქ უკვე გავაგზავნოთ ჩვენი ტესტ-დრაივი. წავედით. დაკოქვის დროს პატარა ფუკუნის ხმა კი გაიგეთ. ანუ ერთი პლუსი აქვს, რომ soft limiter-ი არ აყენია, ანუ გაჩერებულზე შეგიძლია გადაარტყმევინო ბრუნები, მაგრამ რაც გინდა აი 4 ცილინდრიანის ხმა თქვენს ნახეთ, რომ არაფერში არ წერია. კი, ეხსნება, რა თქმა უნდა, შეგიძლია მაყუჩი გახსნა. სიარულის დროს უკეთესი ხმა აქვს, მაგრამ ადგილზე დიდად ვერ გამოირჩევა ამის ხმა. ამიტომ ეს soft limiter-ი რომ მოხსნილი აქვს, ქონოდა არაფერს არ სულ საერთოდ. სიარულით ახლა რო ჩაუჯექი მანქანაში და დღესაც რო ვიარენ, რა თქმა უნდა, ადაპტირებული დაკიდების სისტემა აქვს, შეგვიძლია დავახისტოთ, ანუ ორი რეჟიმი გვაქვს, ანუ ერთი ჩვეულებრივი კომფორტით რო დავდივართ, ერთი შედარებით უფრო ხისტი და ბოლო იმენა რეისი, ანუ აი შეშასავით რო ხდება. ეგ რა თქმა უნდა კარგია AMG-ია და ტრეკზე ვისაც მოუნდება ამითი გართობა, შეუძლია გაერთოს იაროს და მანქანა რა თქმა უნდა უკეთესად იჭერს თავს მოსახვევებში. სალონში საკმაოდ დიდი ცვლილებებია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს უფრო ახალი მანქანაა და ყველაფერი თანამედროვე რაც ჰქონდათ აქ მოათავსეს, მოარგეს და ჩაამონტაჟეს, ინტეგრირებულია ყველაფერი ახალი, რაც Mercedes ჰქონდა. მაგალითად, მონიტორი შეგვიძლია დავიწყოთ. ძველ CL-ს ესეთი მონიტორი არ ჰქონდა. აქ როგორც თანამედროვე ახალ Mercedes-ს ზუსტად ისე აქვს მონიტორი, მაგრამ ცოტა შედარებით პატარა ზომის. ანალოგიურად არის მიწეპებული, არ არის ზევიდან ჩარჯოთი, ან ტორპედო არაფერ უზორს არ იმეორებს. დიზაინი და გამოსახულება რა თქმა უნდა იმენა 10-დან 10, იმიტომ რომ მომწონს, ძალიან ლამაზია, რეჟიმები აქვს, რავი, უამრავი, ეს შეგიძლიათ დისპლეის ვიზუალი შეცვალოთ, რა თქმა უნდა, სათითაოდ, ანუ ინდივიდუალურადაც შეგიძლიათ დააყენოთ, თქვენ თავზე მოირგოთ და ასე შემდეგ. მაგას მერეც განახერხებთ. მაგრამ ჩვენ ტესტ-დრაივებს ვინც უყურებთ ხოლმე, ახალი თანამედროვე Mercedes-ები გადაღებული ყავს და იქ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი დეტალურად განხილული მაქვს და ნანახი გაქვთ. თუმცა კიდე განახეთ მერე. Touch-ი, რა თქმა უნდა ეს Touch-ი, ეს ამ ადგილას, რა თქმა უნდა, ეს არის ცენტრალური
ჯოისტიკი არის ხოლმე აქვს სხვა მანქანებში, მაგრამ აქ ჯოისტიკის მაგალითად ჩვენ გვაქვს ასე დიდი პლანშეტივით არის, საკმაოდ დიდი ზომის და აქედან შეგვიძლია ჩვენი მონიტორი მეორე მართოთ და გადავრთოთ სიტყვაზე რადიო, შევცვალოთ სიმღერა და ასე შემდეგ. მენიუში შევიდეთ აქედან ოფციები რაღაც გადავწიოთ, გადმოვწიოთ სპორტით გვინდა, ანუ ყველაფერი რასაც ვაკეთებთ შეგვიძლია აქედან გავაკეთოთ. თუმცა ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ტაჩი არ აქვს. ტაჩიც აქვს, რა თქმა უნდა და რომელიც კომფორტული იქნება თქვენთვის, ის შეგიძლიათ გამოიყენოთ. ყველაფერი არის ციფრული ლამაზი დიზაინით. საჭე AMG-ს აქ უკვე დამატებული აქვს ესეთი ფუნქციები, ეს ბერკეტები, რომელთაც შეგვიძლია ესე თითის ერთი დაჭერით უკვე გავააქტივოთ, რაც დაყენებული გვაქვს. ამ შემთხვევაში ხა მოცულება გამოვხდი, აქედან მანუალში გადავრთე, რომ ჩემი შიფტერებიდან გადავრთო უკვე სიჩქარეები და რასაც დავაყენეთ, აი მოდი ამასაც განახეთ ბარემ. სპორტი, სპორტ პლუსი, რეისი. აქედან მარტივად შეგვიძლია შევცვალოთ. მომწონს ეს მარტო ის, რომ რაღაცა ფუნქციონალურად მარტივია და კარგია, არა. ანუ, როდესაც ესეთი როდესაც საჭეზე აყენია ეს ღილაკები, მარტო ის არ არის, აი კომფორტულია დავაჭირო და უსწრებ შევცვალე რეჟიმი. არა, ლამაზია, რაღაცა ავსებს ამ საჭეს და მომწონს. ნუ რასაც ვერ ვიტყოდი ამ ალკანტარებზე, აი არ მობეზრდათ ამ ალკანტარის გადაკვრა, იმიტომ დედა რა საშინელი ვიზუალი აქვს, აი ვიძე და ხელშიც რო გიჭირავს, ნუ აღარ მოგწონს უკვე რა. სხვა განსხვავებული ხა არაფერი, ახალ თანამედროვე მერსედესებში ესეთი საჭეები გვხვდება ძალიან ხშირად. რა თქმა უნდა, აქ ორი ღილაკი რო გვაქვს, ეგენის ტაჩია და დანარჩენი ღილაკები უკვე ღილაკებია. შეგვიძლია დავაჭიროთ და ისე გამოვიყენოთ. ძალიან იდეალურ საფარზე საკმაოდ ისეთია, სასიამოვნო სატარებელია, რბილია, ვერ ვიტყოდი რომ ძალიან ხისტია, მაგრამ აი სადმე თუ აი რაღაც ტალღებია, ოდნავ გადათხრილი ან დავატკავებული ასფალტი, იქ უკვე ცოტა ბრაგუნს იწყებს, მაგრამ ვაპატიოთ, ეს არის AMG, ყველა ამ მანქანას ყიდულო სპორტული დანიშნულების ამებ. ძალიან ხისტი არ არის ისეთი, რომ კბილები ჩამოგიღოს, მაგრამ ნუ ხისტია რა, არასასიამოვნო შეგრძნებები ზოგჯერ რაღაც გზის რაღაც მონაკვეთებზე მოაქვს რა, ეს არასასიამოვნო ვაიბები. საჭეს რო თავი დავანებო, ტორპედოზეც მინდა ვისაუბრო, რა თქმა უნდა, იმიტომ აქ ხდება კარგი რაღაცები, ანუ კარგი მასალაც ხდება და პატარა პლასმასებიც არის შემოპარებული, შემოცურებული ქვევიდან არის ეგეთები. ეხლა ტორპედოს ზევიდან ვითომ ტყავი აქვს გადაკრული თუ რა მასალა აქაც იქ მივდივართ, აი ისე ვიგბრუნდებთ, რო ვერ მიხვდები ტყავია, ტყავის რაღაცა ფაქტურები აქვს, მაგრამ ხელს რო კიდე ვეღარ ხვდები უკვე ტყავია, რეზინაა თუ რა ჩემი, მაგრამ ის საშინელება რა თქმა უნდა მაინც არ გვაკადრა AMG-მ რა, ანუ ეს ტორპედო ნორმალურად გამოიყვა. დიზაინი მომწონს, პირდაპირ გეტყვით, აი ამ ინტერიერის, აი როჯდები მანქანაში სასიამოვნოა, ძალიან სასიამოვნოა. ხარისხითაც ვერ ვიტყოდი, ეხლა ცუდია თუ ეხლა მაინც ესე ხო ყოველდღეა ვიღაცა ხელს არ არტყავს, რბილია, რბილი როა უკვე მისაღებია ჩემთვის. თუ ზევიდან მთლიანი ტორპედო არის პლასმასი, მაგ შემთხვევაში ვიზუალურადაც ცუდია და ნუ მართლა ეხლა აი რომ მიაკაკუნებდე ფუტურო ხმა რომ მოდის, იგი გეგონება კოდალამში გინდან გულღვიძლი გამოუღოვო, ეგეთი ტორპედოები არ მომწონს. ამ შემთხვევაში მისაღებია კარგია. ქვევით რო ჩამოვდივართ, აი მაგალითად ეს უფრო მომწონს. ძალიან მარტივი რაღაც, აი ძალიან მარტივი დიზაინის რაღაცა დახურეტილი რაღაც ტყავი დერმატინია გადაგო, ტყავი ცოტა ხმამაღალი რა თქმა უნდა, დერმატინია გადაგული, მაგრამ მთლიანობაში ან ვიზუალში ძალიან მომწონს. ნუ ეხა გრილზე, საიდანაც ეხა კონდიციონერი გვიბერავს CVHR-ი, მაგაზე აღარ ვსაუბრობ, იმიტომ რომ თანამედროვე ახალ მერსედესებში თითქმის ყველას ესეთი აქვს. და ჩვენი ჯო, რა თქმა უნდა, ფეხბურთელი ჯო არის ფერებში, თეთრი მანქანა, წითელი ჯო, წითელი ინტერიერი, როგორც ხედავთ, ჩვენი ტესტ-დრაივის სახელით საქართველოს ნაკრებს უსურვებს წარმატებას და რა თქმა უნდა, ქართულ ფეხბურთელებს, რომლებიც სხვა ქვეყნებში მოღვაწეობენ და თამაშობენ. რავი, წარმატება და რავი, შებერეთ ბიჭებო. გავაგზავნოთ წითელი სალონი რა მაგრად მევასება რა. ანუ აი მომწონს წითელი, თუ კარგი წითელია, მომწონს. ამ შემთხვევაში თეთრ ფერსაც უხდება, შავთან ერთადაც მიდის ეს წითელი სალონი და რავი, ხმას არ უღებს. საკმაოდ კარგი შერწყმა ფერების. სავარძლებზე მინდა ვისაუბრო, საკმაოდ კომფორტულია, კარგია. ალბათ ხვდებით რა ფორმა აქვს ამას, ჩვენ GTS-ში რო არის, იგივე ფორმა აქვს ამას, მაგრამ ეს არ არის ტოპ ვერსია სავარძლები, იმიტომ რომ ამ მანქანის შეძენა შეგიძლია ზუსტად ისეთივე სავარძლებით, როგორც ჩვენ GTS-ში. ანუ სპორტული ვერსია სავარძლებითაც შეგიძლიათ შეუკვეთოთ ეს მანქანა. მე რომ ვიყო არჩევანის წინაშე, რომელი უნდა ავიღო, მირჩევნია გავიჭირო და ის იმ სავარძლებით ვიარო ყოველდღე, მაგრამ აი გულს უხაროდეს, რომ აი ეს თესლის სპორტული სავარძლელი მიყენია. ჭყრიალს რაც შეეხება, ბევრი რაღაცები არ ჭყრიალეს უკვე იმ წინა წელასგან განსხვავებით. ეხლა კი ესე ხელი თუ მოკიდებ, აი ოდნავ აქ ხოლმე ხმა, ოდნავ. აქაც ეხლა ისი არ ჭყრიალეს. კი, ხმა აქვს, იმიტომ რომ ეს გადაბმები არის ზევიდან სულ პლასმასი. მაგერ ცოტა ხმა. ეხლა ეს მაგალითად მოძრაობს.
თუ გინდა რომ დასაბერით აუწიონ დააკლო, ნახე მთლიანი ის მოძრაობს, არ ვიცი კადრში ჩანს თუ არა. აი ეს მთლიანი დაფა მოძრაობს. ნუ ეგ ცოტა ეხა ისეთია რა, მაინც ფულს იხდი ეხა საკმაოდ ისე სოლიდურთან ხას იხდი ახალში, როდესაც ყიდულობ ამანქანას და აი გინდა რომ არ იმოძრაოს რა. ჩულკი რა თქმა უნდა არასდროს არ ავიწყდებათ, ეს ჩულკები არის. ჩულკი ეგ არ ავიწყდება. მარაკში არის ეგ სტანდარტულად და სტანდარტ რახან შევეხე, ვინაიდან შევეხე, ესეც რა თქმა უნდა Mercedes-ის ხელწერა. ნუ ეს ისეთია რა, თუ ძალიან არ გჭირდება, ძალიან არ უნდა გამოიყენო, იმიტომ რომ როცა გამოიშება ჩამოვარდეს მე. ამიტომ მივკეცოთ. აქ რო ხელს მიარტყა, ხვდები რომ აი ეს რა მასალაა გადაკრული, ესეთი თხელი ვერ ხვდები, ესეთი ცუდი ხმა აქვს. ეს პლასმასი, აი საშინელი პლასმასია, აი ეს ღილაკი, აი საშინელი პლასმასია, არ ვიცი. ეს პლასმასი არ გეგონით ხავ. ახ მოდის რბილი რეზინა რა, რეზინა ეთყავი არა აქვს, რაღაცა რეზინა. აქ ეს პლასმასზე გადადის, აი საშინელი ხმა აქვს, აი საშინელება არის. ვერდებზე ისე ხისტი პლასმასია. უხეში სათავსოსის პლასმასია, საშინელება. ნუ ამაზე აღარ ვლაპარაკობ. აი ესე ცუდი ხარისხია. ნუ რავი, არის რა რაღაც პლასმასები, რაც არ მომწონს რა, აი ხმა რა, ნუ პლასმასია. მაგრამ ვაპატიებდი, მე პირადად ვაპატიებდი, იმიტომ რომ ნუ რავი, საკმაოდ ისეთია რა, ყველაზე იაფიანი AMG-ა და ეხა ყველაფერი თუ მოთხოვე, მაშინ წადი ძმაო და იყიდე GT63 და აღარ გექნება ეგრე. აქ ისე კარბონი მაგრად მოუხდებოდა, ეს რო კარბონის იყოს და ეს შავის მაგივრად იქნებოდა აი პიზდეც მაგარი და ერთადერთი რაღაც რაც ყველაზე ძალიან მაღიზიანეს, რაღაც გოიმობაც მგონია, ეს არის აი ზოლები აბუბასის იმენა, ადიდასის ზოლები, მაგრამ ზოლები კიდე ასატანია, ვაფშე არ მაქვს პრეტენზია ზოლებთან. ეს AMG რო აწერია არის გვერდულად. ანუ აქედან აქამდე ზევით უფრო პატარა მანძილია დაშორება და აქედან აქამდე დიდი. ანუ ეს როგორი რაღაცაა, იცი, აი ტიპები რო თავის ტიუნინგებენ მანქანას და აი რაღაც თემუს რაღაცეებს რო სტიკერებს და რაღაცეებს $2 რო ყიდულობენ და აკრავენ და განათებებს თავისის რო სვავენ და რაღაც ხო ეს განათებები თავისია ანუ არ მე დაყენებული არ არის ეს თავის განათებაა და მაგას მე განახეთ ძალიან ბევრი ფერია აი AMG-ს ნახატი ანუ არ ვიცი რა ნახატია რა ჩემი სირია სტიკერივით როა გადაკრული გეგონება იქაც ხო სქელია მე წრულდება გეგონება ტიპმა მივიდა თავის თხელი გადააკრავა და აი აქ აცდა რა მე ერთი ცალი ქონდა გამოწერილი და გამაზა და ეგრე დარჩა უკვე აქ დახრილია აი ეგეთი რაღაცები მაგიზიან მაგას მირჩევნია ისე ბანზი პლასმასი მქონდეს ოღონდ აი რაღაცა აი არეული უზოლები არ ქონდეს, იმიტომ რომ ჩემ ნერვებზე მოქმედეს რაღაც. ფეთქებადი ხასიათი მაქვს, სუსტი ნერვები მაქვს და მაგას რო უყურებ, მინდა რომ შავი იზოლენტა მოუჭრა და მივაკრა. აქ რო არ ვხედავდე მაგას. თუმცა მთლიანობაში მაგას რო თავი დავანება, ცუდი არ არის ნამდვილად. ანუ ვიღაცა ვინც იყიდის ესეთ მანქანას, მე ვიტყოდი რომ ისი ამოვნებდა და იკაიფებდა. კარს გამოუაღებ, ლამაზი განათება, ეს ალუმინის სტილში მშვენიერია, გაფორმება ამ სალონის, ტორპედოზეც აქვს. აქეთ არა, ეს შავი რომ მოაშორეს ალუმინის სტილშია, გვერდზე კარზეც გადადის, ალუმინის სტილშია ეს დასაბერებიც და მთლიანობაში ცუდი არა, სათავსო გვაქვს აქ. ჰელი ჩასადები გვაქვს, ჰელი მენა ეგრე მზე გამოვიდა თუ არ ცივი ჰელი ეგრე ჩავახრიალეთ. ესეც მომწონს მისაღებია ეს ბარი, შუაში ეს ხელი დასასვენებელია ფაქტიურად, აქ რო ხელი დადო ეს მაჯა და აქედან უკვე მე რაღაცები ითითავ აქედან. მონიტორზე რო აწვალო რა, რაღაცები Bluetooth-ი დავაკავშირე ისქენი. ой, არ მოძრაობს ჩემი არაფერი. და ნუ სიჩქარეების გადასართველი რა თქმა უნდა აქედან, აი პაუეროტნიკივით, აქ ჩისწელების ჩასართველი. საკარე მინა რო გიდა გაწმინდა, შეიძლება აღარ გაანეიტრალო. ნუ ეს ახლა გადაობით რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამდენი წელია Mercedes-ები გამოდის, აქედან აქვს ბერკეტის სიჩქარეების გადასართველი. თუმცა აქ როგორც CLS აქ მაგრად უხდება. აი CLS-ში ეგ ბერკეტის სიჩქარეების გადასართველი ეს ყველაზე მაგარი რაღაც, აი სალონში რაც კი შეიძლება მოგეწონოს ეგ არის ყველაზე მაგარი. ეხლა გავვიდეთ ბანზე ვართ, ალბათ მიხვდებოდით, ბანზე იმიტომ გავდივარ, რომ მაინტერესებს ეს 4 ცილინდრიანი რაღაც რო შემოგთავაზეს ტოიბოქსი, როგორ დადის. საკმაოდ კარგად უნდა იაროთ და გეტყვით რატომ. C63-ები რო გამოვიდეს ბოლო პერიოდში, გაყიდვაში რო ჩავარდა, კი კეთილები და ეგრეც უნდა ყოფილიყო 800-ზე მოვიდნენ ეს ევროპელები, რო შეგვცეს, ეხლა კარბონის აკრძალვაც მოინდომეს და რაღაცებს რო მიედმოედებიან ამ გარემოს რაღაცა დაცვით. ჩავარდა, იმიტომ რომ C63 ხალხს ახსოვდა 8 ცილინდრიანი მონსტრი და უცებ შემოგთავაზეს 4 ცილინდრიანი ძრავი და ზუსტად აი 4 ცილინდრიანი ძრავიდევს აქვს. ქარხნულად დღესდღეობით ყველაზე მძლავრი 4 ცილინდრიანი ძრავები აქვს აი ამ მოდელებს, აი ეს ძრავი. M129. ჩავაჭიროთ, ვნახოთ როგორ ემოციებს წამოიღებს, ცოტა ანუ ბევრი არაფერი არ აქვს გაკეთებული აქვე გეტყვით, მაგრამ მაინტერესებს, ჯერ ვნახოთ როგორ ემოციებს წამოიღებს.
როგორ მომეწონება, როგორ მომხიბლავს, იმიტომ რომ ბანზე ხო გეუბნებით, რა ჩათვალეთ აკლაშიც იგივე ძრავია, ყველაფერი იგივეა. აი ბანზე ვინც კი დაგვინახავდა M6-ით რო ვიყავით და M4-ით რო ვიყავით, აი ყველა გვეგაზავებოდა, იმ ჩაფარებულები მოდიოდნენ და ზუსტად იგივე ძრავია და ჩვენ ჩავაჭიროთ, ჩვენ გვაქვს ბანი და ცოტა მივაჭიროთ, ნახოთ როგორ დაძ. მე გავჩერდებით, ძრავსაც ჩავხედავთ, მონაცემებსაც გეტყვით და ყველაფერს მოგიყვებით. არაფერს არ გამოგაპარებთ, არაფერს არ დაგიმალავს. წავედით. მოვემზადოთ, ძალიან მარტივია, შეგვიძლია რეიში გადავართოთ. რეიშია. მანუალში ავთავ, მოცურება რა თქმა უნდა გათიშული უნდა კონდეს და შეგვიძლია 0-დან 100-მდე ავჩქარდეთ. საინტერესოა ამ მანქანის აჩქარება მაინტერესებს, იმიტომ ფორმატი კია და ვნახოთ როგორ სტარტი ექნება და როგორ ემოციებს მოგვანიჭებს. მე მზად ვარ. 3 2 1 ის მაინც აქვს სამიანი დაგვიანება რა, რო აუშვებ, რო აუშვებ ტორმუს და უკვე რო უნდა მიხვდეს რომ წავიდეს, შენთანაც ხო არ GTS-ე ეგრე, ამ dual clutch-ებზე არ არის, ეგ პატარა წამის მიესადები დაგვიანება მაინც აქვს. გადართვებით რა გითხრათ ახლა, მეგონა უფრო ჩქარა გადართავდა, იმიტომ რაღაც მომენტებში რაღაცა წამოამთქანა რა იქ ცოტა რა. 0-დან 100-მდე ავჩქარდით 4:55. რა ვიცი, ამე სხვა სელუდები შენ ამ მანქანისგან მე არ შეგვიძლია ერთით სადოთ ბაზარი არა. ეს უკეთესი იყო თითქოს. მე მგონი უკეთესი იყო. უკეთესი იყო, მაგრამ 4:59, რავი, 4-ს ვერ ცდება, რა. თუ გადახვალთ, მოვ დამიტოვე კამერა და ვიჩალიჩებ ცოტა 4-ს. მე მგონი უკვე დროა ძრავსაც ჩავხედოთ 4 ცილინდრიანი ტურბოძრავი როგორ გამოიყურება ჩვენ CL-ში. აი ესე გამოიყურება ჩვენი 4 ცილინდრიანი ძრავი, აი ტურბოც ჩანს იქით. აქაც უმეტეს წილად ფორმატი კი თვითონ წყვეტს სად როდის რა უნდა გადმოსცეს ცხენის ძალა სად გაუშვას რომელ საბურავზე. ამიტომ აქაც წინა წამყვანია და როცა ჭირდება მე უკვე 4-ვე წამყვანია. მაგალითად ტვინი არ იჭყლიტოთ. მაგის ამ მოხსნას მეც არ დავიწყებ. ფორმატი კი ეს სისტემა, 4-ვე წამყვანი სისტემა თვითონ ხვდება სად რა უნდა გამოიყენოს. მაგრამ აქ კიდე მიამატეს ის რომ dual clutch-ი აყენია 8 სიჩქარიანი, რომელიც საკმაოდ ნორმალურად რთავდა. ვერ ვიტყოდი რომ ყველაზე მაგარი და ყველაზე სპორტული იყო, მეთქი ას კი გამიტარებია, მაგრამ ცუდი არ იყო, სპორტულ შეგრძნებებს თითქოს გაძლევდა. და რა თქმა უნდა, ფორმატი პლუსია და ბლოკირებული ხიდით მიამატეს უკან. არ ვიცი, ესეთი ფუნქციაც დაუმატეს, რომ შეგიძლია drift mode-ი გააქტიურო, აი არ ვიცი რანაირად შეგიძლია drift mode-ი გააქტიურო და პატარა დონატებიც კი გააკეთო. მე ვცდი, იმიტომ რომ drift-ი უნდა ვცადო. რაც შეეხება თვითონ ძრავს 4 ცილინდრიანი ტურბო ძრავია 2 და 0 ლიტრის. გამოიმუშავეს სადღაც 416 ცხენის ძალას ეს ვერსია და ფორმატი პლუსი 400-ით ცოტა ქვევით არის. მაგრამ ნოდოსი გაკეთებულია და 450-ს გამოიმუშავეს. ხარხმად 500 ნიუტონია, 500 ნიუტონის ფარგლებში აქვს ამას, მაგრამ ამას ოდნავ მეტი აქვს, იმიტომ რომ გაკეთებულია. 450 ცხენის ძალა ამ მანქანაზე მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ მისაღები არის. წონას რაც შეეხება, A-კლასი რა თქმა უნდა უფრო მჩატია, იმაზე მძიმე არის ეს. სადღაც ტონა 600-დან ზევით არის. რაც ჩატე მანქანებში დიდად ვერ გამოერევა, იმიტომ რომ არ არის ჩატე. ჩატე ვიცი ტონა 500 და მორჩა. ტონა ნახევარი ჩატე იქნება, ქარხმული ყველაფრით რო არის თავის, მაგრამ ტონა 600-დან ზევი, ტონა 700-ის ფარგლებში ფლატ ჩატეც არ არის. 450 ცხენიც, რავი, ხა რაღაც ქვას ვერ ხეთქავს, მაგრამ ანუ ამ მანქანაზე უკვე რაღაც წარმოდგენა მაქვს. აი, რისთვის შეიძლება გამოიყენო. რისთვისაც ჩვენ მოვედით კონკრეტულად აი ამ ადგილას, რომ აი აქ მინდა ცოტა გავინავარდო და თავისი AMG-ის პერფორმანსი გამოვიყენო. მაგრამ სანამ მიწავალ, მე მაინც ვწდი drift mode-ს. მე ეჭვება ამის drift mode-მა რა მექნას, მაგრამ მე მაინც ვწდი, მაგას არ გამოუტოვებ ეხლა მე. მერე მოგიყვებით ბოლოსკენ
მართლა აი ბოლოსკენ გეტყვით რისთვის არის ეს მანქანა კარგი და რისთვის შეიძლება არ იყოს კარგი. ეხლა drift mode გავააქტიუროთ და ვნახოთ დონაც მაინც შეკრავს თუ არა. უნდა გადავხდოთ რეისში. მანუალში უნდა იყოს აუცილებლად. მოცურება უნდა იყოს გათიშული. ოკეი. შიფტერებს ორივეს მოკაჩავ, მერე მარჯვენათი დაეთანხმები, drift mode ირთვება და ანუ drift-ია. შეგვიძლია ვსადოთ. აი დრიფტის რა გითხრათ რა, ანუ ეგ მოუდი არ ვიცი რისთვის აქვს, მაგრამ მაინც ცოტა გულს გაიხარებ. ანუ რეალურად ბოლომდე უკანა წამყვანი არ ხდება, მაინც კვადრო დონატი გამოდის, ანუ 4-ვე წამყვანის დონატი გამოდის, მაგრამ როგორც ჩანს, ამ თავის ნიუტონებს და ცხენებს უფრო უკან ისვრის თავისი სისტემა და გაძლევს იმის საშუალებას, რომ დონატები შეკრა. თუმცა წინა საბურავების, რა თქმა უნდა, ბოლომდე გათიშული არ არის და წინიდანაც უშვებდით კვამს. ერთი სიტყვით ახლა თუ დრიფტი გინდათ, ეს მანქანა დრიფტისთვის არ გამოდგება, მაგრამ რაღაცას წაიმაიმუნებს. თუმცა მე აქ იმისთვის მოვედი, რომ აი ეს ლამაზი მოსახვევები მინდა დავლაშქრო ამ მანქანით მანუალით რეის მოდში. ეს ასიამონო სატარებელი არის, რაღაც ექშენს გაძლევს, ანუ ვერ ვიტყოდი რომ ეხა საერთოდ არაფრის შეგრძნება არა აქვს მეთქე. და ეს ბუზის საკლავის ხმას მაგრამ მოდის უკრიდან. ატარეს აი გაფუჭებული ბუზის საკლავები რო იყო პლასმასის, ხო ის გატეხილი რო იყო, რომ გადაარტყავ და ნელ-ნელა რო ტყდებოდა. ზუსტად აი მაგ პლასმას ბუს რო აციელდი და მაგიტას რო გადაარტყავ და თან რო ტყდებოდა და თან რო ხმა ქონდა, ზუსტად ეგ ხმა აქვს, როდესაც სიჩქარეში ვთავ ამ მანქანას. ხო ეგარი იმენა ბუზის საკლავის ხმა აქვს. არა, რაღაცა ექშენი მოაქვს ხა რა, თანამგზაზე რომ მიდიხარ ცოტა ჩქარა, ისეთია. ცუდი არ არის, ხა ვერ ვიტყოდი რომ ყველაზე სპორტული მანქანის რაღაც ემოციები გადმოაქვს მეთქი, მაგრამ აი 4-კარიანი ჩქარი მანქანა, როგორც ჩვეულებრივი ჩქარი მანქანა უნდა იყოს, აი მაგ მხრივ მომწონს. ვერ ვიტყოდი რომ ცუდია. იმენა ხმა ძალიან ზეს. ეხლა ადრე ვრთავ ხოლმე სპეციალურად, რომ ეგ ხმას გავიგო თან. ანუ ისიც არის, მოდი არ დავმალა 450 ცხენი კი, ცუდი არ არის, ნამდვილად არ არის 450 ცხენი ცუდი, თუმცა აი იმის შეგრძნება რომ აი სალონში გაკრავს, ეგ არ აქვს, იმიტომ რომ ცოტა არ არის 450 ცხენი რეალურად, ანუ ბევრი მანქანა 450 ცხენის ფარგლებში, ანუ 400 ცხენის ფარგლებში რო ტრიალებს ხოლმე და თითქოს იქ უფრო გეშინია, აქ არ გეშინია, ანუ უბრალოდ აჭერ და მიდიხარ რა, თითქოს ცოტა არის, არ და რეალურად არ არის ცოტა. ანუ იმის თქმა მინდა რომ მანქანა ცოტა გათამამებს. არა, რა, საკაიფო. ტრეკს გაასწორებ და მომენტ რო არ დაგიმალო. ნახე, ან მიშხუილებთ. მუხრუჭების გვაქვს, რაც თავარია. ინა აღმართის დაძლევა შეუბერეთ, ასწორებს. ეს ფერებზე როგორც შეგკვირდით, აქ მინდა და მეჩვენებინა, რომ შეგიძლია ინდივიდუალურად ფერი აირჩიო. მაგრამ თუ ინდივიდუალურად არ გინდა და მარტივად გინდა აირჩიო, უფრო შეგიძლია ეს დააჭირო და აქედან პირდაპირ რომელიც არის მონიშნული იმას აირჩიო და გექნება ეს ფერი. ერთ წითელ ფერებით გაერთობი, შანსი არის რომ რაღაც ფერი ვერ მოუხდინო ამ მანქანას. დისპლეის დიზაინებში შევდივართ და აქედანაც რა თქმა უნდა შეგიძლიათ მაგალითად აი კლასიკი ავირჩიოთ. ეხლა ზედა, გემოუნების ამბავი, რომელიც გაგიხარდება, ის შეგიძლია აირჩიო. ნუ რა თქმა უნდა, მეც ვთვლი, რომ ყველაზე ლამაზი ის არის, რომელიც გვეყენა Sport Plus-ი, ისევე დავაბრუნოთ. Super Sport-ი უпростоრად.
სუპერსპორტსო ცოტა ხანი თავი დავანებოთ, ეხლა უკვე გადავიდეთ პრაქტიკულობაზე. რამდენად პრაქტიკულია ეს მანქანა. ზომით არც თუ ისე დიდია, ასევე საბარგული უნდა ვნახო აუცილებლად, იმიტომ რომ ვისაც ჰეჯბეკი არ უნდა და უნდა ესეთი სედანის სტილში იყოს. ნახოთ რა მხელა საბარგული აქვს. არ არის ცუდი ზომა, ანუ უფრო პატარას ველოდებოდი და მაგარი რაღაც გავაზრეთ. რა. იმენა, შეიძლება სპიცავა კოჭლინოდა რა. ნოდა. აი, კასტილები შეგიძლიათ ჩაყაროა. ანუ პატარა საბარგული ნამდვილად არ არის, უფრო პატარას ველოდებოდი, მართლა არ დაგიმალავთ, რომ უფრო პატარას ველოდებოდი, ეს ტრაკი რო წამოგზელებული აქვს და ვიწრო, მეგონა რომ აი შიგნით სივრცე არ იქნებოდა. თუმცა რავი, ნორმალური სივრცე აქვს. გემის ჩაძირვის ხმა მოდის აქედან რო უხურო საბარგულს. ნუ საერთოდ კონკრეტულად ამაზე მოდის ახლა რა თქმა უნდა სხვაზე არ იქნებოდა. უკანა სავარძლები, რა თქმა უნდა, უკანა სივრცე არის მნიშვნელოვანი. ესეთი ლამაზი ფორმა რომელ მანქანასაც აქვს, ზოგადად უკან სივრცე საერთოდ არ არის ხოლმე. ხო, ნუ ანუ წინ სივრცე ასე თუ ისე რაღაცას იზო, ფეხებს როგორღაც მოიტეხო ჩადებ მე იმიტომ კასტილები რომ გადმოდიხარ მე გიწო სიარული, მაგრამ ნუ თავთანაც ანუ სივიწროვია რა, ძალიან სივიწროვია, ეხლა ვერ ვიტყოდი რაღაც ისეთი სივრცეა რომ აი კომფორტულად იმგზავრებ მეთქი, თუმცა რავი 4 ადგილიან მანქანას ნამდვილად გამოიყენებ. ანუ უკან შეგიძლია წიხლი ჩატენო 3 ისეთი დაბალი ზომის არც თუ ისე მაღალი სიმაღლეში მეგობრები, ან რავი ნათესავები, ან ასე შემდეგ. უკანაც ეხლა ბევრი რაღაცეებით აღჭურვილი არ არის, ან ძალიან მინიმალისტურადაა გაკეთებული. აი პატარავებული ესე გრილები აქვს როგორც წინ გვაქვს, ხო, აქ არის ზუსტად იგივე დაპატარავებული. ერთი ტაიპსი შესაერთებელი გვაქვს, ერთი ცალი არის. ანუ ეს უნდა გაინაწილოთ ეხლა, ვისაც უფრო დასატენია ტელეფონი და უფრო დამჯდარი აქვს, იმან უნდა შეაერთოს. ანუ მეტი აქ არაფერი არ არის. აქაც ბერკეტების როგორც წინ უკანაც იგივენაირია და მომწონს, ან დიზაინს გუნდო, დიზაინში მომწონს და სხვა საინტერესო ისეთი აქ არაფერი აღარ არის. თლიანობაში ეს მანქანა მომეწონა და გეტყვით რატომ. ეხლა თუ ფიქრობ რომ შეუნდა წახვიდე და რაღაც სპორტული მანქანა შეიძინო, აი სპორტული დანიშნულებისთვის, მე ამას არ შევიძენდი. მაგრამ თუ მინდა უნივერსალური მანქანა შევიძინო, რომ ქალაქშიც გამოვიყენო, ცოტა ტრეკზეც ჩავაჭირო, ან ქალაქგარეთ ჩავაჭირო სწორზე, ან რაღაც თაში ამოვიდე, ერთი სიტყვით მინდა რომ ცოტა ჩქარი იყოს, მაგრამ ყოველდღიურად მინდა ვიარო, მაგ შემთხვევაში ეს მანქანა მომეწონა და გეტყვით რატომ. პირველი, წავს 13 ლიტრამდე. ანუ ჩვეულებრივი სიარულით 10, 11, 12, აი მაგ დიაპაზონში წავს ეს ავტომობილი 100 კილომეტრზე, რაც ძალიან მისაღებია და კარგია ჩემი აზრით. მეორე, 4 ადგილიანია, 4 კარი აქვს და ეგეც პრაქტიკულია. მესამე, საბარგულიც ასე თუ ისე საკმაოდ კარგი ზომის აქვს. ვიზუალი, ნუ ვიზუალზე არაფერს არ ვიძახი, მართლა მისაღებია, კარგია და თან შეგიძლია იმის საშუალებასაც გაძლოს რომ რაღაცები წაუმატო შენი გემოვნებით. ჩქარია, 4 ცილინდრიანია, ცოტა სწავს, ფასის მისაღები აქვს, ანუ ამერიკაში შეგიძლია ეს მანქანა, ჩვენ როგორც ყიდულობთ ხოლმე და მთელი 99% საქართველოს როგორც ყიდულობს, პატარაზე მირტმული ისე რა, ექიმის დამტრეული მანქანა რო დაითრიო, სადღაც 30 პლუსით გიждდება თავის ჩამოყვანით, გამბაჟებით და ასე შემდეგ. ნუ ფას რაც შეეხება, შეგიძლიათ კავკასიის ავტოიმპორტს მიმართოთ, იქ აგარჩევინებენ მანქანას, შენ სასურველ მანქანას შეგირჩევენ, მე შენ თვითონ უკვე იმ ვარიანტებიდან ამოარჩევ და მე შეგიძლია ჩამოიყვანო იაფად. შეიძლება 30-ზე ქვევითაც დაითრიო. გააჩნია რამდენი ხანი დაელოდები და როგორ ავტომობილს შეგირჩევენ. ნუ ეგ ყველაფერი ბედის ამბავია. ამიტომ კავკასიის ავტოიმპორტს მიმართეთ, თუ ესეთი მანქანა გინდათ რომ ჩამოიყვანოთ და თქვენს გყავდეთ. ბევრი რო არ გავატრაკო მთლიანობაში ეს მანქანა მომეწონა. კითხვაზე იყიდიდი თუ არა ამ მანქანას, რაღაც პონჩი დავითრევდი. ეხლა კონკრეტულად ამ მომენტში მე არ ვფიქრობ ესეთი მანქანის ყიდვას, მაგრამ ვინც ამ მანქანას იყიდის, გაუსწორდება. დღეისათვის სულ ეს იყო, მე ისღადამჩენია და გემშვიდობოთ. ვისაც არხი ჯერ კიდევ გამოწერილი არ გაქვთ, გამოიწერეთ, დაალაიქეთ ვიდეოები და დააკომენტარეთ. დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. დროებით.